წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი. დემონსტრაციების დაშლისას ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ხდება. თუმცა ქვეყნის კონსტიტუციაც და საერთაშორისო კანონმდებლობაც აწესრიგებს და განსაზღვრავს, როდის და რა ფორმითაა მართებული მათი გამოყენება. 2024 წლის ნოემბერში ევროპული მომავლის დასაცავად პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ გამოსცადეს ნაცნობი სცენარი. საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და სამოქალაქო სიმშვიდის დამყარების მიზნით საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების დაშლა სპეციალური საშუალებებით დაიწყეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ნოემბერ-დეკემბერში შინაგანსაქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებდა სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ნივთიერებას. კონკრეტულად რა სახის ეს კითხვა მოქალაქეებისთვისაც და უფლებადამცველებისთვისაც 7 თვის თავზე პასუხგაუცემელი რჩება. გარდა იმისა, რომ პრობლემურია, რომ საზოგადოებამ არ იცის და ჯანდაცვის მუშაკებმა არ იციან, რა ქიმიური საშუალებები იქნა გამოყენებული, რომ შემდგომში მკურნალობის პროცესი ეფექტიანად წარიმართოს. ამასთანავე პრობლემურია ის, რომ აქციების დაშლის დროს ხდებოდა ერთგვარად რიგ შემთხვევაში ალყის შემორტყმა დემონსტრანტების მიმართ, რა დროსაც ხდებოდა ინტენსიურად ცრემლსადენი გაზის და სხვადასხვა ამ უცნობი ქიმიური საშუალებების გამოყენება, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს ხდიდა იმ ეფექტს, რომელიც ამ საშუალებებს ადამიანებზე აქვს. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოითხოვათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეაფასეს საჭიროება არ იყო ამის. ასე შეაფასეს, რომ არ იყო ამის საჭიროება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბუნდოვანია, მაშინ როდესაც თვითონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციის დარბევის პერიოდში თავადვე საუბრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სწორად დაგეგმილიყო შემდგომი მკურნალობის პროცედურები. იურისტების განმარტებით, ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება იცოდეს, რა ტიპის დამატებითი ნივთიერებები იყო გამოყენებული დემონსტრაციების დაშლისას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მის ვალდებულებას და ჯანდაცვის სამინისტროს მის ვალდებულებას, რომ მათი ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, რა საშუალებების გამოყენება ხდებოდა, რა საშუალება შეისყიდა სახელმწიფომ და რა საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციის დაფარვა, ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიუწოდებლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ არც კი თვლიან საზოგადოებას იმის ღირსად, რომ ის ინფორმაცია იცოდნენ, რომელიც მათზე გავლენას ახდენს. შინაგანსაქმეთა სამინისტრო წყლის ჭავლში ნივთიერებების შერევას არათუ არ უარყოფს, არამედ ამ ქმედებას საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამის უწოდებს. ამას იყენებს ნებისმიერი სახელმწიფოს და ევროპული სახელმწიფოს საპოლიციო დანაყოფები, როდესაც აქცია არის ძალადობრივი, ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ ხდება სპეციალური საშუალების გამოყენება. შესაბამისად ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ის საშუალება, რაც კანონით იყო განსაზღვრული და ზუსტად იმ პროპორციით და იმ მოცულობით, რაც შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნეს მსგავსი ძალადობრივი ქმედებების დროს, იმ პროპორციით, რასაც კანონი ითვალისწინებს. თუმცა ძალოვან უწყებას არც ნოემბერ-დეკემბერში გამართულ ბრიფინგებზე დასმული კითხვების და არც მოგვიანებით საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას არ უპასუხია, რამ გამოიწვია მოქალაქეთა ჯანმრთელობის პრობლემები დემონსტრაციების დაშლიდან თვეების შემდეგაც კი. იურისტების თქმით, პასუხგაუცემელი კითხვები სახელმწიფოს შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივი დავის ფასად დაუჯდეს.